ზუგდიდში ეგრეთ წოდებული დავითაიას ბაზრობის მოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ. მათი თქმით, გაუგებარია რატომ დართო მერიამ გარევაჭრობის უფლება ამ ხალხს მაშინ, როდესაც კანონით ეს იკრძალება. ისინი ამბობენ, რომ შიგნით მყიდველები არ შემოდიან, მათ კი ყოველდღე გადასახადების გადახდა უწევთ. მოვაჭრეებმა დღეს დილით გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის უფლება მათ სამართალ დამცავებმა არ მისცეს. გადასახადს ვერ იყვი ნორმალურად. მე წმინდა გარეთ წავიდე ვიბაჭი 80 სანტიმეტრს ხო. მე თუ არის დასაშვები, თუ არის მიღებული იყოს დავდგეთ ერთად. თუ არის დასაშვები, დავდგებით ჩვენს გარეთ. ეგერ ხო არის როგორად ბაზრობა, ცარიელი ხო არის, ხალხის ადგილები ხო არის, არ არისო, ადგილებიო, რო გეუბნებიან. ადგილების მეტი რა არის? ასე ამბობენ, ნებარია დართული და თუ არის ნება დართული ჩვენს დაგვაყენო. მიღებული არის თუ არა გვაინტერესებს, კანონის ძალით არის თუ არა, გარევაჭრობა. უბრალოდ მაგისი საბუთები გვანახონ, თუ არის უფლება რომ დადგნენ გარეთ. გვაქვს სოსხი, ხო და ყველაფერს უნდა თავი მოვაბათ. თუ არის ხელისუფლება, კეთილინებად მოიყვანეთ ზედამხედველობის სამსახური და გაგცეს პასუხი. როგორ გადავიხადოთ და როგორ მოვუაროთ ამ სიდუღჭირეს. გარემოვაჭრეებმა ეს ტერიტორია დაახლოებით 1 თვის წინ დაიკავეს. მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა განგვიმარტეს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობის ნება დართო იმ მოვაჭრეებს, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელსა და ჩხოუშის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგნენ. მანამ სანამ არ დასრულდება სარემონტო სამუშაოები მიწისქვეშა გადასასვლელზე და არ გამოცხადდება ტენდერში გამარჯვებული მაღაზიის მფლობელები, გარემოვაჭრეებს გარევაჭრობა არ აეკრძალებათ.